როგორ იქნება გენეცვალე საკმარისი, როცა 300 კი არა 380 ლარის წამალი მარტო მე მჭირდება. თვეში 2 ადგილზე ვმუშაობ და მე არ მყოფნის. მე ვარ სახლში, მარტო ხელა. რანაირად უნდა მეყოს 360 ლარის რო წამალს იყიდი, ხო? რაღაც ხო გინდა შეჭამო გული არ წაგივიდეს ადამიანს. რანაირად მე არ ვიცი. არ ვიცი ჩვენი მთავრობა რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს, არ ვიცი, მაგრამ ეგ ნამდვილად დაუშვებელია. ხალხისთვის კაი არაფერი არ გაუკეთებია ამ მთავრობას რაც მოვიდა. უკიდურეს სიდუხჭილეში ჩაგვყარა უარესად. ყველაფერი გვაქვს დავზე ხო ხედავ. დღეში ამოდენა საქონელზე 100 ლარს რო იმაჭრებდა. 1 ლარი რო ამჩება მე რო პური შევჭამო. რომელიც ცხოვრებაზეა ლაპარაკი. იძულებულები ვართ აი ჰაერზე ვართ რა, ჩამოკიდებული სრულიად მსოფლიოს მნიშვნელობით. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 288 ლარია, 4სულიანი ოჯახის 321 ლარი, 5სულიანი ოჯახის კი 361 ლარი. შეესაბამება თუ არა ოფიციალური მაჩვენებელი რეალურ ციფრებს. ექსპერტები და მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ეს თანხა ადამიანის მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს და მისი გაზრდაა საჭირო. მათივე თქმით, არსებული სამომხმარებლო კალათაც გადასახედია. აბა რა არის ფილოსაკმარისი, აბა პური ფულათაც არ აყოფნის ხალხსა. აბა რა არის? არაფერი არ არის. გამგაჭირებაში, აბა ეგ არის. აბა ემ რო არ მიჭირდეს ეგ იქნები. ფილო. რა არის? არაფერი არ არის. ხალხი გაჭირებული არის. გასაცოდავდა ხალხი, გასაცოდავდა. გაუარესდა ხალხი ვერატყო. უკან წავიდეს ცხოვრება. თვითონ კარგა ჭამენ და სვამენ. ჩვენ კიდე ესეთ გაჭირებაში ვარ. არა გოგო, აბა როგორ გეკადრე. მე დღეში 3 ვართ ოჯახში. 50 ლარი არა ყოფილის კვირაში. ერთ კვირას. ორჯერ ჩამოვდივარ გორში და არა ყოფილი, აბა როგორ ეყოფა. 5სულიან მასა 350 არა ყოფ. იმიტომ პულსა ძალა არ აქვს. ძალა რო კონდეს შეიძლება როგორ არა. არა. იმ ხო შეიძლება იმ 5სულიან ოჯახში ჭირდებოდეს წამი. მაგალითად, ჩემ ოჯახში 3 ვართ ამ წუთში. მე, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი. მაგრამ ჩემი მეუღლეს 400 ლარის წამლები უნდა თვეში. არიან ოჯახები წამალი არ ჭირდებათ, მაგრამ საკვები იმდენადაა ჩემო კარგო გაძვირებული, არავითარ შემთხვევაში ეგ არ ეყოფა. ეგ არის აბსურდი. 360? არა, შვილო, რაც ლაპარაკო. არა. აბა 360 ლარი 5სულიანზე როგორ უნდა იყოს? საქსტატმა დაადგინა, რომ საკმარისი. არა, შვილო, ავანტყოფი ქალი ვარ, მე არ ამყოფნის პენსიაც მაქვს, ისეთა და ვერაფერი, აი. არა, შვილო. 360 ლარი ეყოფა 5სულიან საკონტროლო ხალხსა. ჰა? 200 ლარი პენსია მაქვს და 200 ლარისა წამალი მინდა. უკანასკნელ მდგომარეობაშია ყველაფერს. ბაზარი არ არის. ხალხი დადის ვერაკიდების ცხოვრებას. 10 კაბი 5 კაბი კი არ აქვს ჩემური დაგჭირს სამწუხაროდ. ხარა იქნება არ ვიცი. ანუ არ არის საკმარისი 360. არა. ეს საკმარისი არ არის. აიგებ და პენსია აღარ აქვს. როგორ იქნება მისა? ყველაფერი გაძვირდა. აი რა შეუნა გვიყოს? წამლები ძვირია, წავანტყოფოში მიყვალ ძვირია, საჭმელიც ყველაფერი გაძვირდა. როგორ უნდა გვიყოს? მეც ვიღებ ეგრე 360, მაგრამ არაფერი შერაყოფნის. 5სულიანი ოჯახი ხარ? არა, მაგრამ მაინც არ აყოფნის. რა ძალა აქვს? ხამსა როგის 4 და 5 ლარი, აბა რა არის? ხო რა საკმარისი? ჰა? ურა მოუმატო კაცო, მოუმატო ხალხი ცოდონია, ცოდონი. შიმშილო მაგე სუძვირია ყველაფერი, თევზი 8 ლარი, 15 ლარი ყალი თევზი, აბა ჭამა არ უნდა ხალხსა. აბა რა უყოთ რა ვქნათ, აბა
2004 წლიდან საქსტატის საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის ნომერ 111 ბრძანების შესაბამისად.